ეხლა ჩვენ რაც მიმოვიხილეთ მეგობრებო, ეს მაინც შედარებით არის ისე ძალიან ზუსტია ქვებზე არ ვილაპარაკებ, ზოგადად უფრო შედარებით ღრმად ჩავედით, მაგრამ როდესაც შეგვიძლია პირადი ტრანზიტების ნახვა, იქ ყველაფერს უყურებთ. მაგალითად, ვისაც კარდინალურ ჯვარში ყავს ძირითადი პლანეტები, მათ სატურნი, ნეპტუნი, ვერტში უკვე ძალიან შეეხებათ. მნიშვნელოვანი პლანეტები, ვისაც ახლა გამოხატული კარდინალური ჯვრები, გამოხატული ამ ჯვარში პლანეტებით არიან. ეს პირველი ეს იქნება, რომელიც ძალიან სერიოზულად შეცვლიან თავიანთ ცხოვრებას. ოღონდ ისე ვიმეორებ არასტანდარტული გზებით, ის რაც ძველი მეთოდები იყო, ვერც არ უყვარს ძველი გზის ტკეპნა. ეს არის საერთოდ ახალი ენერგია. ისეთი გაბედვის ენერგია არის, აი ჩვენ თავისთვისაც რო გაგვიკვირდება, რომ ეს მე თუ ამას შევძლებდი არ მეკონა. აი ესეთი პერიოდი ეწყებათ განსაკუთრებულად კარდინალური ჯვრის წარმომადგენლებს, ამიტომ გარკვეულწილად კარგი შესაძლებლობა არის, ვისაც რაღაცების შეცვლა უნდა. და თუ არ უნდა, სატურნი შეაცვლებინებს, ესე რომ ვთქვათ. და საბოლოო ჯამში მაინც კარგი იქნება. იმიტომ რომ ეს ცვლილებების პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, ეს 2026 წელი იქნება უკვე სერიოზული ცვლილებების წელი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ამ ერთ წელზე. ეს ინერციას, ეს შეერთება იღებს კარგად და 2-3 წელზეც მიდის ხოლმე პროცესი აი ამ ცვლილებების და უნდა გამოვიყენოთ ეს ენერგია მაქსიმალურად, გაითვალისწინეთ ეს ენერგია, ეს ტენდენციები და მე პერიოდულად ცხოვრების განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში მიხვდებით გზადაგზადაც, რაც შეგხვდებათ, ამ ინფორმაციებს გამოიყენებთ თუ რა პროცესები არის, უფრო კარგად რომ მიხვდეთ, ხო? ბედნიერი წელი მინდა ყველას გისურვებთ, ბედნიერი 2026 წელი ცვლილებების, აქტიურობის წელი და ყველამ გამოიყენეთ ეს აქტიური პერიოდი, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ცვლილებებს მოიტანს, რომელიც საჭირო არის. აღარ არის უკვე ეს ძველი ნარატივების დრო და ნეპტუნი ზუსტად მაგას ამბობს, ხო? ის რაც ოცნებები არის, ამას შრომა ჭირდება, ამას სტრუქტურა ჭირდება, ამას გრძელვადიანი გაწელილი გეგმები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაზრდა ჭირდება, ხო? სატურნი აქ ამას გვეუბნება, რომ უნდა გაიზარდო შენ ოცნებებამდე. ვინც ამას ვერ შეძლებს, დარჩებათ ის ოცნებები ოცნებებად. და ვინც შეძლებს, უკვე ხელშესახები იქნება ეს ოცნებები რეალიზებული, ხო? წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო, მადლობა რომ ისმენდით.